საჯაროს ხდომის ფორმატში მუშაობას ვაგრძელებთ. დღეს ერთი პირი გვეყოლება გამოსაკითხად ეს გახლავთ ირაკლი რუხაძე, რომელთან გასაუბრებაც დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო და რაც ვთქვი სასარგებლო იქნება დასკვნის შესადგენად. სამდივნოს ვთხოვ, რომ ბატონ ირაკლის თხოვოს შემოგზავნეს ხდომის დარბაზში. ჩვენ ვისაუბრებთ პირველ რიგში რასაკვირველია მედია თავისუფლების თემაზე, გამოხატვის თავისუფლების ნაწილია ეს, როგორც ყველამ ვიცით, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ჩვენთვის საინტერესოა ასევე ბიზნესზე ზეწოლის და საკუთრების უფლების დარღვევის უხეში ფაქტების შესახებ ინფორმაციაც. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, გთხოვთ დამბრძანდეთ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. სანამ თქვენ შემოგზანდებოდით, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელი შეხვედრა თქვენთან, ვინაიდან თქვენ ფლობთ არაერთ ინფორმაციას და შეგიძლიათ მოგვაწოდოთ არაერთი ფაქტი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იმ თემების კვლევასა და დასკვნის შედგენაში, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების ნაწილია საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების შესაბამისად. პროცედურა გახლავთ ასეთი, რომ თქვენ იმ ტექსტს უნდა მოაწეროთ ხელი, რომელსაც სამდივნოსთან ერთად მე დარწმუნებული ვარ თქვენ უკვე გაეცანით. ეს გახლავთ გაფრთხილება, რომელშიც წერია, რომ კომისიის წინაშე გაზრახს რო ახსნა განმარტების მოცემა, კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით. ამის დასტურად, რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ ამის შესახებ, გთხოვთ ხელი მოაწეროთ და შემდეგ შევდგეთ საუბარს. მადლობა. ბატონო ირაკლი, როდესაც თქვენ წითლად აინთება, ეს ნიშნავს, რომ მიკროფონი ჩართულია და ჩართეთ, სანამ საუბარს დაიწყებთ. ჩვენ გამოგიყოფთ თქვენ 15-20 წუთს თავისუფალი თხრობის რეჟიმში. თქვენ მიიღეთ ჩვენგან წერილი, სადაც ეწერა ის საკითხები, რის გამოც თქვენ ჩვენ შეგაწუხეთ. ეს არის პირველ რიგში მედიის თავისუფლების საკითხები სააკაშვილის რეჟიმის დროს, უფრო ფართოდ გამოხატვის თავისუფლება როგორ მდგომარეობაში იყო იმ დროს და ეს თემა საინტერესოა, თუმცა არ გვინდა რომ გამოგრჩეს რა კითხვენ გვხვდებით ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები, ვინაიდან ბიზნესის რეკეტი, საკუთრების უფლების დარღვევის უხეში ფაქტებიც არის ჩვენი კვლევის საგანი. 15-20 წუთის განმავლობაში თქვენ იმ ქრონოლოგიით, როგორცაც თქვენ გადაწყვეტთ, რომ უფრო კარგი იქნება, გთხოვთ მოგვახსენოთ და შემდეგ თქვენი ნებართვით დავსვამთ კითხვებს. გისმენთ. ჩათული ეხა ესე უნდა იყოს, ანუ დილამშვიდობის, მადლობა მოწვევის მადლობთ საშუალებას, რომ მოუყვე რა ხდებოდა იმ დროს. 17-18 წელი გავიდა ამ ამბების მერე და ამიტომ რაღაც შეიძლება ისე დეტალურად აღარ მახსოვდეს, რაც ხდებოდა, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, რომ გადმოვცე ყოველ შემთხვევაში რაღაც მთავარი ფაქტები. იმიტომ რომ ეს ეხება საკმაოდ დიდ ნაწილს ჩემი ცხოვრების და ჩემგან რამოდენიმე კომპანიის ცხოვრებას და ბევრი ადამიანის ცხოვრებას, მე ძალიან ბევრი რაღაცები შემიძლია ლაპარაკი და ამიტომ თქვენს რაღაც მომენტებში მიმართეთ იქეთკენ, საერთკენაც უფრო გინდათ, რომ წავიყვანო ეს ლაპარაკი, თორე შეიძლება გაუთავებლად ვილაპარაკო ამ თემებზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩემი ცხოვრების და საკმაოდ ემოციური თან. ახან მედია თავისუფლებას ლაპარაკობ დავიწყებ 2007 წლიდან, თორე მანამდე შეიძლება ლაპარაკი, ან შეიძლება დავიწყოთ ალბათ, როდის აირია ჩემი ჯგუფის, მე წარმოადგენი ჯგუფს, რომელიც მართავდა ბადრი პადარკაშვილის აქტივებს საქართველოში და საქართველოს გარეთ. საქართველოში რეალურად ჩვენ ბიზნეს ჯგუფი ვიყავი და ამიტომ ბიზნესი გვაინტერესებდა და სულაც არ მაინტერესებდა მაგალითად იმედი ან დინამო თბილისი ან სხვა აქტივები, რომელიც ბადეს ჰქონდა, მაგრამ რაღაც მომენტში როცა ბადე ჩვენ ბორჯომი ვიყიდეთ, ეს ხო ჩვენ დიდი ინვესტიცია საქართველოში გავაკეთეთ, მე 2007 წელს მაქტიკომი წელი შევიძინეთ და უფრო ეგეთი აქტივები გვაინტერესებდა ჩვენ, მე და ჩემ პარტნიორებს, მაგრამ ბადე რომ დაინახავ ჩვენ რაღაცები კარგად გამოგვდიოდა, მე დაგვიწყო ნელ-ნელა ასევე თუ გინდათ რომ ჩემი მეტი და მეტი ფული მოგცე და მართოთ ჩემი ფული სხვა ადგილებში დააბანდოთ, სადაც თქვენ გინდა დააბანდოთ, მაშინ რაღაც ისეთი აქტივებიც მართეთ, რომელიც მე საქართველოში ვარ და მჭირდება და ესე მოვხვდი მე იმედში. მე რეალურად ფინანსური მმართველი ვიყავი იმედის. სადღაც 2004 წლიდან ალბათ, თითქმის გახსნიდან მე ვიყავი სამთხოვრო საბჭოს წევრი და უფრო როგორც ფინანსური კუთხით ისე უყურებდი ძირითადად იმას, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი მესმოდა და რა ხდებოდა უყურებდი. პირველი ჩვენი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა რეალური დაპირისპირება, მე მგონი 2005 წელს
ფაქტობრივად სანდრო გურგულიანის მკვლელობის შემდეგ, როცა შემთხვევით ბადე პადაკაჩვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც ეს აწყალი სანდრო და მის მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე, რომელიც ასევე ბადეს სახლის გვერდზე იყო და მოგეთ ბადესთან ჩავარდა, ბადეს ხელში ჰქონდა ის ჩანაწერები, რომელიც აჩვენებდა მანქანის ნომრებს, რომელი მანქანით აიყვანეს და ამავდროულად და უზამაზარი ზეწოლის ქვეშ მოხვდით, რომ ეს არ გოჩვენებინა არაფერი იმედზე, თავიდან იყო ეს მეგობრული, რა თქმა უნდა, ბადრი იყო ამის ცენტრი, თავიდან იყო რომ არაჩვენო და რაც გინდა გთხოვეთ და მე გადავიდა ეს ყველაფერი მუქარების და მე რა თქმა უნდა რაღაც მომენტში ჩემამდეც გადმოვიდა, იმიტომ რომ მეც ძალიან ბეხვალს ვიცნობდი ხა თბილისიდან გიგაბუკერია ჩემი მეზობელი იყო თლად ჩემ ეზოში გაიზარდა და ამიტომ ჩემზეც გადმოვიდა და ყველა ჩვენ გაშემო ეს არაჩვენოთ, მაგრამ ბადის გადაწყვეტილება იყო ბოლო ფუნდამენტალური და ყველა ჩვენ გვეძებდა იქით რომ ეს უნდა გვეჩვენებინა და ვაჩვენეთ ეს იმედზე და აქედან დაიწყო ფაქტობრივად არევა მთელი ჩვენი სიტუაციის საქართველოს თავრობასთან და ამის მერე არც ერთი ტენდერი არ მომიგია, ტენდერს მოვიგებდით თუ გაიგებდნენ რომ ჩვენ მონაწილეობთ რაღაცა იმ წუთში აუქმებდნენ, მაგალითად რიყის ტენდერი მოვიგეთ და როგორც გაიგეს რომ ჩვენი ჯგუფის მონაწილეობა მაჩვენე გააუქმეს. მე წყალკანალის ტენდერი მოვიგეთ და არ გაგვატანენ, მოკლედ უამრავი რაღაცა იყო, რაც არ გვიშვებდნენ. ბატონო ირაკლი, შეიძლება რომ ჩაგერიოთ. ყოველთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ ხო გეუბნებით მე შეიძლება 2006 წლის იანვარში იყო ეს მკვლელობა სანდრო გურგულიანის. შეიძლება ხო ამიტომ გეუბნებით. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს 2006 წლის იანვრიდან თებერვლიდან იწყება. შეიძლება მე არ დაპირისპირება. ვინც არ იცის და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, დრო ჩქარა გადის და ბევრმა აღარც იცის რა არის ეს ყველაფერი. ამიტომ თქვენ ნებართვით ახსნი. როდესაც სანდრო გურგულიანი შარდენის ქუჩაზე დაპირისპირების შემდეგ ის და მისი მეგობარი ჩასვეს მაშინდელმა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა მანქანაში ღამით და გაიტაცეს, წაიყვანეს ოქროყანის სასაფლაოზე. შემდეგ რა თქმა უნდა ამას ხელისუფლება ფარავდა, ამას ახალგაზრდებისთვის ყვები ვინ შეიძლება არც იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება ამას მალავდა, იმიტომ რომ სანდრო გურგულიანის სასაფლაოზე მოკლეს, სახელმწიფოს ხელით მოკლეს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მტკიცებულებები, იმიტომ რომ სანდროს მშობლები, გარემოცვა, მეგობრები დადიოდნენ და ეძებდნენ ფაქტებს, რეალურ ფაქტებს, სიმართლეს. ხელისუფლება კი მტკიცებულებებს მალავდა. და აღმოჩნდა რომ ბადრი პატარკაციშვილის სახლთან, რომელიც არის შარდენიდან თავისუფლების მოედნიდან ოქროყანის სასაფლაომდე ტრაექტორიაზე მდებარე სახლი იყო, მისმა კამერებმა გადაიღეს იმ დროს, როცა სანდრო გურგულიანი მიყავდათ მოსაკლავად სასაფლაოზე, რომელმა მანქანამ გაიარა და ვისი იყო ეს მანქანა. როდესაც ბატონმა ბადრიმ და მადლობა მას ამისთვის ერთმა განათლოს ის სადაც არის, გადაწყვიტა რომ ეს არ დაემალა საზოგადოებისთვის და სიმართლე გამოეაშკარავებინა იმედის არხზე, რომლის მეპატრონეც ის გახლდათ, აიქ დაიწყო მთავრობასთან სერიოზული კონფლიქტი. მე დავძენ უკვე ჩემი მხრიდან რომ სტრასბურგის სასამართლოში ბატონი ბადრის მიერ მიწოდებული ეს მტკიცებულებები იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რამაც გახსნა გურგულიანის საქმე. ამიტომ მასაც და თქვენ დიდი მადლობა და მთელ გუნდს იმისთვის, რომ ეს მასალები მიაწოდეთ საზოგადოებას. აი ეს ჩანართი გავაკეთე ბოდის გიხდით, იმიტომ რომ იმდენი დრო გავიდა, რომ ზოგჯერ გვეკითხებიან რა სანდრო გურგულიანი ისა არ მოგბეზდათ ამაზე საუბარი, არა ჩვენ ამაზე საუბარი არასდროს არ მოგბეზდება, რაც არ უნდა ტრაგიკულად გასახსენებელი იყოს ეს ყველაფერი. გთხოვთ გააგრძელოთ, მადლობა. ამის შემდეგ ჩვენ როგორც თქვი ძალიან გვიჭირდა ბოჯომის ლიცენზიას არ გვიგზელებდა რა აქტივებიც ქონდა იმის მათ გვიჭირდა და ახალ სვერებს ვერ ვაკეთებდით ქვეყანაში ფაქტობრივად ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნეს ჯგუფი ვიყავით ჩვენ რომელსაც კაპიტალიც ქონდა და სურვილიც და ცოდნაც ინვესტიციები გაგვეხოცელებდნენ და არ გვაკეთებინებდნენ ეს შეიცვალა ძალიან მოკლე დროით 2007 წელს იმიტომ რომ 2007 წელს ახლა ისე თვეები და რაღაც ამერევა მაგრამ კაი ამინდი იყო მახსოვს უფრო ზაფხულის თვეები ალბათ გაზაფხული როცა ბადრი და პატაკაჩვილი და მიხეილ სააკაშვილი შეხვდნენ ლონდონში ესეთ ინდურ რესტორან ტამარინჩი დღესაც არსებობს სამი ადამიანი იყო სააკაშვილი ბადრი და დენ კუნინი
მეცნო ყოფილიყო მე ბოლო წამს სააგაშვილო თქო არ გვინდა საქართველოსთან კიდე ვიღაცა რო იყოსო და ამიტომ მე ველოდებოდი იქვე ახლოს და მე ბადრინ ცალკე მომიყვადა დენკუნინმა ცალკე ორივე ძალიან ყვავილ ყველანი ყვაყოფილები იყო შეხვედრა კარგად ჩაიარა და შეხვედრის ფაქტობრივად დედააზრი იყო ის რომ ბადრ კაცშულმა გაცვალა იმედი საქართველოს რკინიგზაში და ამით როგორც აქამდე თქვი ჩვენ ძალიან ხელს გვიშლიდა ბიზნეს წარმოებაში დაპირისპირების რა თქმა უნდა ეპიცენტრი იყო იმედი და ამიტომ ბადრი თვითონ იყო საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ერთი მხრივ იმედი და მეორე მხრივ მისი ბიზნეს ინტერესები ქვეყანაში და ამიტომ რაღაც მომენტში ეს გაწყვეტილება მან მიიღო რომ რა ქვია იმედს გასვლიდა საქართველოს რკინიგზაში ამის მე არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არ გახსოვთ მაგრამ მოხდა უცნაური პრივატიზაცია საქართველოს რკინიგზის რაღაც გაურკვეველი ინგლისურ ჯგუფს გადასცეს საერთოდ გაურკვეველი პირობებით მე ხა ძალიან კარგად ვიცი ჯგუფი ვინ იყო და აი ხომ მე მივყავდა მე ის მოლაპარაკებები უკვე ინგლისშიც თქვათ ის იურიდიული კომპანიები ყველაფერი არსებობს დოკუმენტურად არსებობს ეს ყველაფერი და ეს რამოდენიმე თვე გაგზელდა ეს ჩვენი თაფლობის თვე როცა იმე პრივატიზაცია გაუკეთეს რკინიგზას და იმ ჯგუფს მისცეს რომელსაც მე უნდა გაეცვალა ჩვენთვის იმეჯი ამ დროის განმავლობაში მოვასწრეთ მაქტიკომის წილის ყიდვა, თორე მოგცეს უფლება, თორე ეს არ ყოფილიყო მაქტიკომის წილს ვერ ვიყიდით, იმიტომ ჩემი პარტნიორები, ვინც ჩემთან შემოდიოდნენ ინგლისელები, ისინი გააჩერა სააკაშვილმა და უთხრა რომ ამათ ერთად დააბანდეთ ფულსო და მე რაღაც მომენტში უთხრა რომ კაიო, ეხლა შეიძლებაო და ზუსტად ამის მერე მოგცეს საშუალება რომ შეგვეძინა მაქტიკომის წილი. მაგრამ მე ბადეზე აიწყო ჭმუნმები საქართველოს რაღაცები ხდებოდა უამრავი რაღაცეს საშენელებები რომელმაც მე 7 ნოემბრამდე მიგვიყვანა და რაღაც მომენტში ბადრი თქვა კარგად მახსოვს ლონდონში მიფრინავდი თბილისიდან და ბადრი თქვა რომ მე ეს იმედიო გავყიდო მე ხალხს თვალებს როგორ უნდა შევხედო როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაში და ამავდროულად მოკლედ ეს გარიგება სხვადასხვა მიზეზების გამო მარტო ამის გამო არა სხვადასხვა მიზეზების გამო ჩაიშალა და როგორც კი ეს გარიგება ჩაიშალა გადავედით იმ ძველ დაპირისპირებაში და ამასობაში საქართველოსში სიტუაცია მხოლოდ ძაფდებოდა მოხდა ოქრუაშვილის და სააკაშვილის დაპირისპირება და ისიც თუ გახსოვთ იმედში მოირბინა იმანაც დაჭერამდე სანამ დაიჭერდე და იმედში დაიწყო რაღაცების მოყოლა რა ხდებოდა და როგორ დაავალეს მას ბადე-ბატიკაშვილი როგორ შეუკვეთეს და ამ შემდეგ მისი მკვლელობა და ამ ყველაფერმა და ქვეყანაში არეულობა მიგვიყვანა მე 7 ნოემბრამდე. 7 ნოემბერს ბადრი წავიდა ქვეყნიდან 4 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა მიტინგი იყო უკვე 4 ნოემბერზე გამოვიდა სიტყვით და იმისფერი არ დაბრუნებულა საქართველოში გარდაიცვალა რომ საქართველოში აღარ დაბრუნებულა და 7 ნოემბერს ჩემთვის დილა 7 ნოემბერს დაიწყო მთაწმინდის პარკის დარბევით. როცა დილას ადრე ამერიკაზე და მითხეს რომ რაღაცა მასკიანი ხალხი შევარდა მთაწმინდის პარკში რომელიც ჩვენ უკვე დამთავრებული ქონდა და გაშვებული ქონდა საცდელ რეჟიმში პარკი მუშაობდა რაღაც 3 წელი მუშაობდით ამ პროექტზე და ძალიან უზამაზარი ენერგია თვითონ ბადრი იყო ძალიან დაინტერესებული და ყოველდღე იქ იყო ამ პარკში და ფაქტობრივად ყველაფერი დამთავრებული ქონდა საცდელ რეჟიმში გაშვებული არანაირი დავალიანება არ ქონია მერიის არაფერი მე რა თქმა უნდა ეხლა შემგვიძლია დავამტკიცო და მე ეს დავამტკიცეთ უცხოეთ სასამართლოებში შემოვარდნენ იქ და გამოყარეს მთაწმინდის პარკიდან მთაწმინდის პარკში შემოვიდა მერია და რაღაცა სპეცდანიშნულების რაზმი პარკში ავედი და იქნებოდა გამოვედი და ამერიკასო ბოჯომში შევიდა საგადასახადო ტელენეტში შევიდა საგადასახადო სტანდარტ ბანკში შევიდა ეროვნული ბანკი და ასევე რაღაცა სპეციალისტების ჯგუფი და ეს ყველაფერი ხდებოდა 7 ნოემბერს ანუ ჩვენ წინააღმდეგ ერთ-იგივე დღეს აღეგზნო საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი ნაწილი ანუ როგორც ვთქვი, ეროვნული ბანკი, მერია, თბილისის მერია, საგადასახადო, პროკურატურა, ეს ყველაფერი ხდებოდა ერთდროულად. რა თქმა უნდა, მე ამტკიცებდი ეს ყველაფერი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები იყო, მაგრამ ესე არ იყო და მე რაღაც მომენტში შევირბინე იმედში და გიორგი თარგამაძეს უთხრა ეს ყველაფერი ხდება ჩვენ გარშემო და რეალურად ხო შენ გამოხდება ეს იმედის გამოხდება ამიტომ მზათი ყავით რომ თქვენ უნდა დაგატყანთ თუ სხვანაირად აზრი არ აქვს ხა ბანკს უდაგუხურავენ ამით რას მიაღწევენ თქო და ესეც მოხდა საღამოს მე მინდოდა ჩაეწერათ ამიტომ მე შევედი უთხრა გარეთ დააყენეთ რომ მოვლენ ისინი ყველაფერი მოვაცროთ მაქსიმალურად ჩვენება როგორ შემოდიან და რაღაცა სამწუხაროდ არ მოხდა და საღამოს უკვე შევადენ იმედში
მე მივედი იმედში, მაგრამ არ შემიშვეს და სანამ მე ამ ჩხუბობდი შევეშვით, როგორც სამთხოვს საბჭოს წევრი, ამასობაში დაგვიშინეს რეზინსტრუები და მე უკვე იქ ყველაფერი აირია და ჩვენ იმის მერე იმედში, მე უკვე ხალხი გამოყარეს, ჩვენ იმედში კაი ხნის განმავლობაში არ შესულა და მე მოვყვები იმასაც, როგორც შევედი და რა გავაკეთე და შევსულიყავით. იმედში დალეწეს აპარატურა, აქვე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენ თანამშრომლებს, მათ შორის ფეხბურთზე ხალი იყო, დავიწყო ამის ყველაფერს ბევრჯერ გვაქვს ნანახი. ეთყობა მაინც ჩვენ საბჭოთა მენტალიტეტით მოერიდათ ამერიკელი გენერალური დირექტორი ყავდა ნიუსკორპის წარმომადგენელი, მას ჩვენ ნიუსკორპთან ქონდა პარტნიორობა მერდოკის კომპანიასთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარეს სხვა შორის იმედის დაბრუნებაში, მე იმიტომ რომ აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. და ეთყობა ამ კაცს ვერ გაუბედეს ტელეფონის წართვა, რა თქმა უნდა, ყველას დაანჩენს დაულეწეს ტელეფონები წართვეს და ამას ვერ გაუბედეს, ახლა ამერიკელი იყო, ხაც ქართველი შეგელია დაჩაგრო და ამერიკელი არ უნდა დაჩაგრო, ესეთ მენტალიტეტი იყო. და ამიტომ ამ ადამიანმა გადაიღო ძალიან ბევრი სურათი და მე ეს სურათები იყო რომლებიც ჩუმად იღებდა, მაგრამ ეს სურათები იყო რომლებიც ქონდა და მე ვიყენებდით მტკიცებულებად და ჩვენც უჩიოდით მე საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სასამართლოებში. მოგეთ ამის მერე ჩვენ გამოყარეს იმედიდან და იმედში არ გვიშვებდნენ, ჩვენ მე მიჭერდნენ ძალიან ბევრი ხალხი ჩვენ ჯგუფის გარშემო გაიქცნენ, ამ დროს საქართველოსთან გავიდა, უბრალოდ ბადრი მანამდე გავიდა და იმიტომ აღიგზა ბევრი სისხლის სამართლის საქმე. მე რატომღაც დაწუნებული ვიყავი, ვერ დამეჭერდნენ ის ასევე როგორც ამერიკის მოქალაქეს, იმიტომ მეგონა ეს დამიცავდა და დამიცვა კიდევაც. თუმცა რაღაც მომენტებში დაწუნებული ვიყავი, ღამის დაკითხვებზე დავყავდით, უკვე მეგონა რომ ტოვებენ თქო ალბათ, მაგრამ მაინც ვერ გაბედეს დატოვება. ამერიკის საელჩო ძალიან გვერდზე გვედგა ყოველი დაკითხვიდან რომ მივდიოდი და წერდი რაღაც განცხადებას ამერიკის საელჩოში, მე ამერიკელი პარტნიორები მყავდა და ისინიც აქ იყვნენ, დავიქირავეთ ინგლისის ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ფაქტიურად საქართველოს ცხოვრობდა იმ დროს, ჩვენ გვერდში იყო, დავიქირავეთ ამერიკაში ლობისტები, როგორც კი ნიუსკოპი გვეხმარებოდა, ჩვენ ქონდა ბედნიერება ამის, სანამ ბადრიმ გარდაიცვლებოდა, ბადის გარდაცვლილა ჩვენ გაგვიჭირდა ძალიან, იმიტომ ფულით გადაგვიკეტა სააკაშვილის მთავრობამ, მაგრამ სანამ ბადი ცოცხალი იყო, ჩვენ ქონდა ამის ფუფუნება, რომ ესე დაგვეცო თავი, ეს რა თქმა უნდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს ფუფუნება არ ქონდა იმ დროს, როცა იგივე წნეხში იყო. ჩვენ ეს ქონდა. და მე დავყავდი დაკითხვებზე ყოველ დღე როგორც სამსახურში და რაღაც მომენტში როცა საქმე ვერ გავდიოდი, აეროპორტში თუ მიდიოდი, მიჭერდნენ და დაკითხვაზე მივყავდით ისევ და რაღაც მომენტში იმდენ ცინიკური იყო ყველაფერი, რაღაც მომენტში გამოელიათ რა უნდა იკითხა ჩემთვის. ერთი ბადის ერთი მეგობარი იყო გოგი ჯავაშვილი და იმის სახლით გაჩხრიკეს და გაზეთები ამოიღეს ზველი. და რაღაც 60-იანი 70-იანი წლების კომუნისტ დამიდებდნენ წინ და მე მელაპარაკებოდი ამ სტატიაზე რას ფიქრობ და ამ სურათზე რას ფიქრობ, ესე 12 საათი რამდენი საათ შეეძლოთ ვიყოლოდით, ყავდით და გამოკითხვა მიდიოდა ჩემი კომუნისტი 1960 წლის რას ფიქრობ იმაზე, ოღონდ ყოფილიყავი შიგნით და არ მერბინა იმედზე. ამასობაში დადიოდნენ ამერიკის საელჩოში ბატონი ნიკა გვარამია, რომელსაც ეხა მოაქვს მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად და უმტკიცებდა ამერიკის საელჩო მე ვარ დასაჭერი და რომ ნახოთ ვიკილიკსში რამოდენიმე დეპეშა თუ არ ვიცი როგორ თქვა ამერიკის საელჩოსი რომელიც მიდის სახელმწიფო დეპარტამენტში იქ წერია ეს ყველაფერი აღწერილია როგორ უნდა ჩემი დაჭერა და იქ პირდაპირ მაშინდელი ელჩი წერს რომ ეს იმედის გამო ხდება რეალურად იმიტომ რომ ქვია ჩვენ იმედს ვიცავ და უნდათ რომ ჩვენ რაღაცა მე მომწყვიტონ ამ იმედის დაცვას ამის შემდეგ როგორც კი ჩვენ ლობირების ნიუსკორპი უზარმაზარი გავლენა აქვს ნიუსკორპთან მსოფლიოში რა თქმა უნდა ამერიკაში ორჯერ ელაპარაკა კონდოლიზა რაის მერდოკი თვითონ მერდოკმა მითხრა მე ერთ შეხვედრაზე და სუიძახდა რომ მე ამ ხელა სტრესის ქვეშ არ ვყოფილო კაი ხანიაო ამერიკის ესე დონეზე ამერიკის თავრობიდან ხალხი მირეკავდეს და მიმტკიცებდეს რომ უნდა გამოვიდე იმედიდან რომ ეს იმედი არის რაღაც პრორუსული რომ რუსეთი შემოყვანა უნდა საქართველოს იგივე რიტორიკა რაც დღეს არის და რაღაც მომენტში ამად იმუშაოს ხო შეიძლება მერდოკი გავიდა იმედიდან მაგრამ სანამ მერდოკი იყო მივახციეთ იმას რომ შეგვიშვეს იმედში და ძალიან კარგად მახსოვს მთელი ბევრი ელჩი იყო სხვა ქვეყნიდან მე ვიყავი მე მგონი გიორგიც იყო თარგმანიც თუ არ ვცდები მერდოკის წარმომადგენელი სოზარი იყო მერდოკის წარმომადგენელი და ეს ამახსოვს ზუსტად ოდის იყო მაგრამ ეს არის 18 დეკემბერს დავიბრუნე და ამიტომ ეს სადღაც 7 ნოემბერს და 18 დეკემბერს შორის რაღაც მომენტში ალბათ რამდენიმე კვირის შემდეგ როცა მოხდა ეს ჩვენი შესვლა. იმიტომ რომ შევედით გაგვიკვირდა ძალიან, იმიტომ რომ
აღმოჩნდა რომ ეს აპარატურა დგას ადგილზე, ვიცით რომ ნანახი გვაქვს დამსხვრეული და დამტროული აპარატურა, უცებ დავინახეთ რომ ეს აპარატურა ადგილზე დგას. და მე მაიზამეცემით არ გამოვირჩეოდი, რა ქვია, თავშეკავებიდან მე ჯუეცი ერთ-ერთი და მოვატრიალე ეს აპარატი, მეთქი რა არის, რა დგას და უკან ქონდა სტიკერი, რუსთავი 2. მე შემდეგი მოვატრიალე სტიკერის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ანუ იქიდან მოხსნეს აპარატურა, მოიტანეს, აქ დადგეს და რო არ არეოდეთ, კიდე სტიკერები დააკვეს უკან, საიდან ქონდა მოტანილი. ამიტომ აც რუსთავი იყო კერძო კომპანია, ხა წარმოიდგინე თუ კერძო კომპანიაში მოგადგენ და წაიღო შენი აპარატურა სადღაც, რომ ვიღაცას აჩვენო. ხო, ეხლა დღეს რომ მოვიდეთ იმეჯი და გითხრან რომ თქვენ რომ მოხვიდეთ ეხლა, რა ქვია, ქართული ოცნება და რო გითხრა, მოდი ხა შენი აპარატურა ვიღო სადღაც დავდგავ, ხო ვიტყვით, ანუ დადგა და უნდა წაიღოთ, ხო. ესეთი ქვეყანა იყო, აცის უსტავი იყო კერძო ტელევიზია, მე რა თქმა უნდა, აც იმედი იყო, რომ წაიღეს ვითომ და სხვაგან იყო და იმედის დაბრუნებაც ესეთი იყო, რომ იმედი დავიბრუნია, რომ მისი მფლობელი ვითომ გიორგი აბელაძე თვალით არ მინახია, სამ გასაღები არ მოგცა დილას. მოლაპარაკება მიდიოდა გიგი გულავასთან, რომელიც დარბოდა სააკაშვილი და როგორც მოგვილაპარაკეთ, იმედი დაგვიბრუნეს. და მფლობელი მე თვალით არ მინახია $1 გაყიდა იმ ადამიანმა მოკვიდა $1 გადმოგიფორმა ტელევიზია. ანუ არაფერი საქართველოში ასეთი მედია არ იყო დამოუკიდებელი და არ ეკუთვნოდა ვითომ რაღაცა კერძო ჯგუფებს და ეს მაგალითიც ახლა სოზასაც ახსოვს. ერთ-ერთი თავი დამატკიცებელი და ეს იყო როგორ მოიტანეს სხვა ტელევიზიებიდან ეს აპარატურა ჩვენც ეჩვენებინათ. ამის შემდეგ მოხდა ჩვენ დავიბრუნეთ იმედი და მე უკვე შეცვალა მიდგომა სახელმწიფომ და რეალურად რაღაც ამბავს შიგნიდან გავკეთეს, იმიტომ რომ დაბრუნებიდან 2 კვირაში უკვე ფაქტობრივად შიგნით ბუნტი მოხდა და ნიუსის ჯგუფმა თქვა რომ ჩვენ აღარ გვინდა მუშაობა. იქამდე არ ვიცი რამდენად გინდა თუ მე დეტალებში წავიდე, მე მგონი გამოუწურე ჩემი 15-20%. ბატონო? ну მაშინ უნდა მოვყვე რომ იმედის დაბრუნებიდან ძალიან მალე დავით კოდუა ერეკლე კოდუა ჩავიდა დავითის ძმა იმაში რა ქვია ლონდონში და შეხვდა ბადრი გაჩვილს მე ამასობაში საქართველოში ვერ გავდივარ საერთოდ და ბადრის ველაპარაკებოდი ხოლმე სატელიტური ტელეფონით ღამე სახში მოვდიოდი ავიდოდი ხოლმე სახურავზე ჩემი სახლით და იქიდან ველაპარაკებოდი ბადრის სატელიტური ტელეფონით და მოკლედ მე რა თქმა უნდა არაფერი არ ვიცოდი რაც ერეკლე კოდუა შეხვდა და არაფერს და ერთ-ერთ ასეთ ზარზე სადღაც დეკემბრის ბოლოა და მეორე ნახევარი და ბადრი მითხრა რომ წადიო იმეჯშიო და გიორგი თაგამაძეს უთხარიო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ჩაუგდეო იმას რატო არ აჩვენებსო მე უკვე 2 დღეა თუ რაღაცა ველოდები და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ის მაგ ჩაგდებულიო ინფორმაცია გადაცემული და რაღაც არ აჩვენებსო და უთხარიო აჩვენოსო მე მივედი დილას გიორგის თქვა რაღაც გაგშენ თურმე და არ აჩვენებ და პასუხი იყო აუ ირაკლი აი მოდიო რა ეხლა ძალიან დაკავებული ვარ და საღამოსო მოდიო და ერთად შევხედოთო იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს შეხედავო შენს მეტყვიო რომ არა დაწმებული ეს ეხლა ისე დრო გავუში უნდა ვაჩვენოთო აქვე საშიში ჩვენთვის თანამშრომლების რაღაც ბადვისაც არა მაინც კაი მე მგონიო და ამიტომ ამას მე ხა ხვაზე არ ვიყავი რა იყო ლაპარაკი და წავედი მე თქვი საღამოს მოვა თქმა საღამოს რა თქმა უნდა აღარ მივედი იმიტომ საღამოდე მოხდა ის რომ რუსთავი 2-მა აჩვენა უკვე ეს დამონტაჟებული და აბსოლუტურად ბადრის სიტყვები იმიტომ რომ რეალური ჩანსიც არსებობს და ისიც რუსთავი 2-მა აჩვენა და საღამოს უკვე განცხადება იყო გაკეთებული იმედის ნიუსის ჯგუფის რომ ამ რაც მათ ნახეს რუსთავიოში ამის შემდეგ მათ მუშაობა აღარ შეეძლოთ იმედს და ფაქტობრივად იმედი დაიხურა და რაღაც ამბავში მე თუ მკითხა ბადრი ამ მოკლა ალბათ აი ამან მოკლა იმიტომ რომ ამის მერე ბადრი ჩაიკეტა არავის არ ხვდებოდა გახდა ძალიან სწრაფად სიგარეტს ეწეოდა გულზე ხელი ეკიდა და ექიმთან ვერ მიყავდათ და მოკლედ 7-დან 8-მდე ღამე თუ ვაცდები გადაიცვალა 2008 წელს და ამის შემდეგ ჩვენ იმედი არ დაგვიბრუნებია 2011 წელს იყო როცა მე პირველად შევედი იმედში ამის მერე იყო ისტორია რომ ვითომ იმედი მისეს ჯოზეფ კეის არა თუ იმედი მისეს ჯოზეფ კეი აღიარეს ბადრის ერთადერთ მემკვიდრედ და გამკარგველად მთელი ბადრის აქტივების ამით ჩვენ მოგჭრეს მთელი აქტივებიდან და ასევე ფულიდან ამიტომ ბადრი-პატიკაშვილის ოჯახი რაღაც მომენტში დაჩა საერთოდ არაფრის გარეშე და ბეროთ გაგუჭირდა ჩვენ ამ ბრძოლის წარმოება რომელსაც მანამდე ვაწარმოებდით ну მე ახლა ნელ-ნელა ცოტა იმას ვქენი რა ქვია ისე მოვიკრიბე ძალა მაგრამ რაღაცა დრო იყო როცა საერთოდ მოჭრეს ბადრი-პატიკაშვილის ოჯახი მთელ თანხებს და მათ აქტივებს იმედი იყო ერთ-ერთი და მე ვითომ ჯოზეფ კეიმ გადაყიდა ეს იმედი რაღაც არაბულ კომპანიაზე რომელიც იყო ემირატებიდან ჩვენ ასევე ლობის უაგზელებდით
ამერიკაში და რაღაც მომენტში დავიქირავეთ ყოფილი ელჩი ამ ემირატების ყოფილი ამერიკის ელჩი ემირატებში, რომელიც ჩავიდა ელაპარაკა იმ საემიროს, ვითომ საიდან ის კომპანია იყო რასალ ხაიმას ემირზე, ჩამოიტანა ამბავი, რომ ვაფშე გონზე არ არიან, იმედი რა არის და საერთოდ არიციან რა იმედზე ელაპარაკი, ანუ არაბულ ჯგუფს არაფერი იმედი არ ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა და მე ბოლო-ბოლო გიორგი არველაძეს ხელში მოხვდა რაღაცნაირად. ამით ჩვენი იმედის ისტორია დასრულდა დაბრუნებამდე მივალ, ჩვენ ბოლოდ ვაგზელებდით სასამართლოში ბრძოლას, ოღონდ სასამართლოში თუ ყველა სხვა აქტივის დაბრუნებაზე ვიბრძოდით, იმიტომ ჯოზეფ კეის ხელში იყო და რაღაც ან სახელმწიფოს იმედზე ვეღარ ვიბრძოდით დაბრუნებაზე, იმიტომ რომ იმედი ითვლებოდა, რომ იყო, რა ქვია, კეთილსინდისიერი მყიდველის ხელში და ამიტომ იმედზე როცა ვიბრძოდით რეალურად თანხაზე, იმიტომ ბოლოდ არ იღებდა სასამართლო სხვანაირად, ვიბრძოდით თანხაზე. მას საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა შეფასებული, იმიტომ რომ საქართველოს რკინიგზას უწვლიდა თვითონ ქვეყანა მანამდე ვადებ-ვადარ გაჩუშულს. ამასობაში საქართველოში მოხდა სრული ჩახშობა თავისუფალი სიტყვის და ეს იყო აუცილებელი და არ ვიცი რა რამდენად თქვენ გაინტერესებთ ჩემი აზრები საერთოდ, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში მე რაც გინდა გააკეთო და ისაც სააკაშო ქვეყანას მოუწყო, ეს მოუწყო და აბსოლუტური უკანონობა დაანერგო, ჯერ პირველ რიგში უნდა გაანადგუროს თავისუფალი სიტყვა. და სამ თავისუფალი სიტყვა არსებობს, ამის გაკეთების საშუალება სააკაშოს არ იქნება. სააკაშო იმედი რომ სააკაშოს არ დაეხურა, სააკაშვილი ვერ მიაღწევდა იმას და ვერ გააკეთებდა ისეთ რაღაცებს, რაც მე მან გააკეთა და რაც 2008 წელს გააკეთა აგვისტოში და რაც გააკეთა მე რაც მოხდა 26 მაისს და ყველაფერი სხვა, ეს ამის საშუალებას მხოლოდ აძლევს მთავრობას სრული კონტროლი მედიაზე. სრული კონტროლი მედიაზე მას არ ქონდა და მე დაწუნებული ამას ვერ მოახერხებდა. ამის მერე ყველაფერი ჩაეხშო და თუ გაინტერესებთ მოყვები ასევე ჩვენ მაესტროზიც რაღაც პატარა წვლილი მიმიწვევს მე, თუმცა რა თქმა უნდა გმირების სხვა ხალხია იქ. როგორ გაჩნდა მაესტრო? რაღაც ამბავში დაანგრია, მე თუ მკითხავთ სააკაშვილის და იქ უამრავი გმირი, რომელსაც ვიცნობ თქვა იგივე გიაგა ჩეჩელაძე და ლევანი და ისინი, მაგრამ ასე უამრავი სხვა ხალხია, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობ და ძალიან მადლობლები უნდა ვიყოთ იმათ. ხო და როცა მაესტრო იყო ესეთი მუსიკალური ტელევიზია, რომელსაც არ აძლევდნენ საშუალებას, რომ პოლიტიკური გადაცემები გაეკეთებინათ. მამუკა ყლონტიც იყო, რომელიც ამაში ასევე იყო ძალიან აქტიურად ჩარეული პოზიტიურად. და ერთ შეხვედრა სააკაშვილი ამასობაში რადიო და CNN-ზე გამოვიდა, მახსოვს თქვა 27 დამოუკიდებელი ტელევიზია არის ოპოზიციური საქართველოს, რაღაც სიგიჟეებს ყვებოდა აბსოლუტურად ტყუილებს. და ერთ ჩამოსვლაზე იყო ჩამოსული სოლანა, რომელიც იყო ყოფილი ნატოს გენერალური მდივანი და მერე იყო თუ არ ვცდები ევრო რაღაცის European Commission, European Commission იმის თავმჯდომარე იყო რაღაცა, დიდი ევროპული ზავიერ სოლანა და სოლანა შეხვდა ოპოზიციას და ოპოზიცია შეხვდა ესეთი რაღაცა თქო, ასლაპარაკობთ სააკაშვილიო მე ამათ დაიწუწუნეს ძმებმა, რომ აი ტელევიზიები დახურა, ასლაპარაკობ მიყვებაო, რომ ესეთი თავისუფალი მედია გარემო გაქვს და ეს უმარტივესია თქვენ ლიცენზიის აღებოდა. მაშინ წადიო და გაგვაკეთებინე ლიცენზია და გააკეთებინე. ეს კაც წავიდა უკან და მისცეს მაესტროს ლიცენზია, იმიტომ რომ ჩარეული იყო ევროკავშირის თავმჯდომარე თუ ევროკომისიის თავმჯდომარე და ყოფილი ნატოს გენერალური მდივანი. და სააკაშვილს ეთყობა გეგმა, ოღონდ მისცეს მხოლოდ საკაბელო, ესენიც ახლა მე დრო გავიდა და ამიტომ შეიძლება რაღაცა ამერიოს, მაგრამ მხოლოდ საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია მისცეს და სააკაშვილი იყო დაწმებული, მე გამოათვევინებდა საკაბელოებს და ესეც მოხდა, როგორც კი მაესტრომ დაიწყო პოლიტიკური გადაცემების ახალი ამბების გაკეთება და მე საერთოდ საკანი გააკეთა, რაღაც მომენტში დაიწყეს გამოთვა, რუსთავმა გამოთვა, ახმეტამ გამოთვა და აქვე რეგიონებმა დაიწყეს გამოთვა და თბილისმაც, ყველა დიდმა საკაბელომ თბილისშიც ეს გათიშა და ეს იყო გეგმა, ფაქტობრივად გეგმა იყო, რომ ვითომ ლიცენზია მისცეს, მაგრამ მე გათიშავდნენ საკაბელოებიდან და ეხლა საკაბელოში თუ არ ახალ და იმის დეციმეტრული ლიცენზია არ აგაკ, იყავი და ილაპარაკიან რენტგენა მიკროფონში, კარგად ვერ გაგაკ. და გაჩნდა ერთი საკაბელო, რომელიც მე დაწნებული ის იყო აიეტი, თუმცა ეს ზეპერად არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი აიეტი იყო, რომელსაც ამაზე უარი თქვა. ამ აიეტთან ამერიკული ის ქონდა, თანამფლობელობა ქონდა ამერიკული და ამიტომ ეს ძალიან დაეხმარა მათ. მაგრამ წარმოიდგინეთ ეს კოშ მოხდა, ამაზე ვიზახი, ეს აიეტი რო ყოფილიყო, ჩვენ შეიძლება აქ ამჯდარი ყავით ახლა. ხო და აიეტი ფაქტობრივად ვერ გატეხეს და ამ ერთი პატარა არხით გადიოდა მაგალითად საკანი და თუ გახსოვთ თქვენ საკანის საყურებლად ხალხი იკრიბებოდა იმ ოჯახებში, ვისაც ეს აიეტი ედგათ მაშინ. ეს
ძალიან საინტერესო მე ის ამერიკელი მე მგონია ჩამოვიდა ერთხელ დააკავეს აეროპორტში და წარმოვიდგინეთ რა ზეწოლის ქვეშ იქნებოდა ის არხი რომელიც ფაქტიურად ამას ყველაფერს გაუშვებდა და ესეც კი ეს პატარა არხი რაღაც ერთი გადაცემით სულ პატარა ბიუჯეტიანი ჩვენც რაღაც ზოს ვაფინანსებით ამას და ძალიან მეამაყება ეს ამან დიდ ამბავში გამოიწვია ბოლოში რაც მოხდა მე რა თქმა უნდა ამას დაემატა მეცხრე არხი ბატონ ბიძინასი მაგრამ მეცხრე არხმა და მაესტრო იყო ის რომელმაც ციხის კადრები ანახა და ბევრი სხვა რაღაცა რაც მე მოხდა და რამაც გამოიწვია სააკაშვილის ჩამო ამიტომ ძალიან კარგად ესმოდა სააკაშვილს რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ არ ყოფილიყო არაფერი ეგეთი იმიტომ რომ ამან აი ამ პატარა იმებმაც კი რომელიც გაექცა და გაუძვრა ბოლო გამოიწვია ამის დამხობა. ერთსაც მოყვები და დავამთავრებ, აი როგორ დავიბრუნეთ იმედი. ჩვენ იმედი დავიბრუნეთ 2011 წელს, 2012 წელს, მას შემდეგ რაც ქართულ მოცნებამ გაიმარჯვა არჩევნებში, გახსოვთ თავიდან არ აღიარებდა, მე აღიარებ ბოლო და სანამ გადმოიბარა ქართულ მოცნებამ მთავრობა. მე წავედი კიდე ერთი ახლა მოყვე ბოდიში კიდე ერთი არის რომ ბადეს სიკვდილის მე როცა ჩვენ გვეგონა რომ შეგვეშვებიან ახლა და მათო იმედი უნდათ სულ გააფთენ და მე წავიდა უკვე ჩვენი აქტივების წართმევა და მე თხოვეს შეხვედრა გიგი გულავ თხოვე შევხვდეთო და რომ მივედი დამხვდა კეზერაშვილი ესა 2008 წლის 31 ივნისს თუ არ ვცდები ან ივლისი დაახლოებით ეგეთ დრო არის და ახალი გადაცვლილია ბადე ამოდენმე თვის გიგი გულავა გავიდა მე ოთახიდან გავალო ჩემი საქმე არა მე თქვა იყავი ხარ ამის ხელს და კეზერაშვილმა მითხრა რომ იმედზეო ქალბატონმა ინამო შეწყვიტოსო ბრძოლაო ბადაკაშვილის მეუღლე და შენო ჩემ მეგობარს გადაუფორმე ბოლჯომით 15 მილიონ დოლარად იმ დროს უკვე ბოლჯომში 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონა დაბანდებული და გასული იყო კიდე 4-5 წელიაც მას მართავდით და რაღაცა მითხრა ჯგუფი რომელსაც უნდა გადაგვეფორმებინა ბოლჯომით 15 მილიონ დოლარად რაზეც მე უპასუხე რომ იმედზე მე თქვი ინას დაველაპარაკები და მისი გადაწყვეტილება და მაგრამ აბსოლუტურად დაწვენებული ვარ უას გეტყვით ხო ბრძოლა არ გააგრძელოს და ბოლჯომზე აგე მეგეუნები უას ხო შანსი არ არის გავაკეთოთ ხო და თონა გადავაფორმო და ბევრ თუ მეტი გაგახტილი და ბევრ თუ მეტი ღირს ეს კომპანია თქო მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა ჩემი ოფისის წინ ჩვენ მოვასწარით ამოღება კასეტების ჩვენი კამერებიდან ოფისის გადავეცით გამოგრიებელი მერსედესი. ბატონო? ვერცხლისფერი მერსედესი. ხო, რაღაც მოშავო მოვეცილო მერსედესი, რომელიც აფეთქდა და ისე აფეთქდა რომ არ დაზიანებულიყო არავინ, მე საერთოდ არ ვიყავი ოფისში, გასულიყავი ფეხით სადღაც. იქ ჩანს იმ კამერებს ძალიან კარგად ველოდებიან რომ ხალხი არ ყოფილიყო და ისე გააკეთეს, ანუ იყო ჩემი გაფრთხილება. და გაფრთხილებას უცებ ვიღაც გაფრთხილებს, როგორც წესი უნდა იცოდე ვინ გაგაფრთხილა და მე ძალიან კარგად ვიცი რა მოხდა იმ დღეებში ვინ მაფრთხილებდა მე. ამიტომ ხა მე ამის დამაკისებელი საბუთი არ მაქვს, იმათ არ გამოუძიებია თუ გამოიძიეს და ვერ გახსნეს, არ ვიცი რა იყო, თუმცა ჩვენ ადამიანის სურათიც მივეცით ყველაფერი და ვინც ააფეთქა და ჩემთვის ეს იყო გაფრთხილება, ამიტომ წინა დღეს უარი უთხარი თავდაცვის მინისტრს აკვია ბოლჯომის გადაფორმებაზე. ესეთი იყო ჩვენი ქვეყანა და იმედის რა თქმა უნდა და იმედის გადაცემაზე და ამიტომ თავდაცვის მინისტრი იქნებოდა დავაზუსტოთ ვინ იყო მაშინ. მაშინ იყო დავით კეზერაშვილი. მე მგონი იყო ეხლა შეიძლება დრო ამეროს იყო როგორ არ იყო აგვისტოს ომი დაიწყო ორ თვეში მაქეთ. და ბარემ აქვე კითხავთ, როდესაც უგულავამ მერმა მიგიწვიათ და იქ დაგახვედრათ თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი. თავდაცვის მინისტრი რო დაინახეთ და ბიზნესზე დაგიწყოთ საუბარი გადმომიფორმეო. არ გაგიკვირს და რიტორიკულად ვკითხულობ, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი რა შუაში იყო? რა თქმა უნდა არ გამიკვირდა. ჯერტი თავდაცვის მინისტრი შეიძლება ეხლა დრომერევა, მაგრამ საკმაოდ აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, რაღაც თავის ბიზნესები ქონდა და მაგრამ კიდევ ერთხელ არ ვიცი იმ დროს იყო თუ არა თუ მე დაიწყო ეს ღიად არ გამიკვირდა, იმიტომ რომ სააკაშვილის თავრობაში პოზიცია მაინც არაფერს არ ნიშნავდა. ყავდა გიგა ბოკერია, რომელიც ვიღაცის მოადგილე იყო სადღაც ყოველთვის, მაგრამ ნებისმიერ თემაზე გელაპარაკებოდა, მაგალითად გვირგულიანის ის უნდა გაუშვა თუ არ გაუშვა, ქვია მკვლელობის ფაქტები. ამიტომ საერთოდ არ გამიკვირდა ეს. ერთ-ერთი უნდა ვთქვა, რომ გიგი უგულავა ამაში არ მონაწილეობდა და თვითონაც გიგი მე ეჭვმა ხო იცოდა რა ზეა დამლაპარაკებოდნენ და ამიტომ მოითხოვა კიდევაც ოთახიდან გავალო და მე ვთქვა იყავი თქო, მაგრამ გიგის არ ლაპარაკობდა დავით კეზერაშვილს პირდაპირ მითხრა, რომ ჩვენ ამაზე მე დამპირდა რომ ვიმეგობრებთ, ყველა ბიზნეს გაგატანთ, ესეც იყო მეორე მხარე, რომ თუ მაგათთან იყავი, მე რა ვიცი რას გამატანდი, რას არ გამატანდი, მაგრამ ეს ლაპარაკი ბევრთან მქონდა. ეს ლაპარაკი რომ შენ ოღონდ ბადეს გადაუდექი და გინდა შენ წაიღე მარტო და გინდა შენ და შენმა პარტნიორობა სალფორში წაიღეთ ყველაფერს თქვენ გაგატანთ რაც ქონდა და ეს ლაპარაკები სულ იყო.
ამიტომ ეს შემოთავაზებდა. ამიტომ იმან მეგობრული ლაპარაკი იყო ფაქტობრივად. მოდი ეს ორი რაღაც გავაკეთო და მე ვიმეგობრობდა, რაც გინდა აკეთე აქ. ზახლოდ ესეთი შემოთავაზება იყო. გასაგებია. თქვენ ნებართვით რამდენიმე კითხვას დაგისვამთ და დარწმუნებული ვარ ჩვენს კომისიის წევრებს. თუ გინდა დაბრუნებაზე მოყვები ძალიან მოკლედ, თუმცა მნიშვნელოვანია ვანახოთ როგორ იმართებოდა ეს აქტივები. როცა აი ძალიან მალე მოყვები, როცა ქართულ ოცნებამ გაიმარჯვა არჩევნებში, მაგრამ ჯერ არ ქონდა გადმობარებული. ჩვენ ამასობაში 2011 წელს მე დამიჭირეს დეიდაშვილი ჩემ გამო დაიჭირეს ჩემი მეგობრები აქ და აქვეა მთხოვდნენ რომ $8 მილიონი გადამეხადო ესენი გამოეშვა ციხიდან ესე დროც იყო იმიტომ რომ ჩვენ ვიბძოდით ძალიან აქტიურად საქართველოს წინააღმდეგ საზღვარგარეთ და მე ეს მანქანა რომ ამიფეთქეს კიდე 2 თვე დავდიოდი ბრონეჟილეტი და მე ომი რო დაიწყო შემეშინდა რომ ჩემ თავს ვეღარ დავიცავ ბადრის ბრონე ბატონო ძალიან ცუდ იმას მოაბამენ მე და დავაზუსტოთ ვის წინააღმდეგ იბრძოდით ვიცი რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რომელი ჩვენ წაგვეთო იმედი წაგვეთო ფაქტობრივად ყველა აქტივი ძირითადად ყველა აქტივი როგორც ჩამოგითვალეთ ბევრი და ამ აქტივების დაბრუნებას ვიბრძოლეთ და ეს აქტივების დაბრუნება ნიშნავს რა ბრძოლა რას ნიშნავს რომ საქართველოს სასამართლოები რომ წავაგეთ მე გავედი და დავიწყეთ უკვე გამოვიყენეთ საქართველოს რაღაცა ხელმოწერები რო ქონდა რაღაც სხვა კონვენციებზე ამ კონვენციების მიხედვით სხვა არბიტრაჟში უჩიოდით საქართველოს საერთაშორისო იურისდიქცია მოგვეპოვებინა ბოდიში იქ უჩიოდით საქართველოს თავრობას აქტივებს დაბრუნება ესაა ბრძოლა მე არაფერი ხარ თუმცა სასამართლო დავებში საერთაშორისო სასამართლოებში ასე ქვია ტელეიმედი საქართველოს წინააღმდეგ იგულისხმება მთავრობა კი ჩვენ თავრობას უჩიოდით ჯერ უნდა გაგვიარა საქართველოს სასამართლო და მე უნდა გვეჭილა რომ არასოდეს გაწყვეტილება იყო და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაიწყეს ხალხის დაჭერა ისევ 2007-ში ხო გვიჭერდნენ მე დაიწყეს უკვე ჩემი დედაშვილი და ჩემი მეგობარი და ჩემი პარტნიორი დაიჭერეს 2011-ში და 2 თვე გავატარე ამერიკაში. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ყველა დაიჭირეს, მაგრამ 2 თვე გავატარე ამერიკაში, ზუსტად აი ამის აქედან მოდის ისო ვიცით რომ 0.1% გამამათებელი თემამ სოფლიომ გაიგო ფაქტობრივად და ჩვენ ავიყვანეთ თეთრი სახლის ყოფილი მთავარი იურისტი გრეგ კრეგი იყო ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ობამას კამპანიის ხელმძღვანელი ჯერ კიდე ჩიკაგო და მოკლედ ეს ადამიანი იყო ჩვენი მთავარი ლობისტი და მივახციეთ იმას რომ ჯონ კერიმ სამჯერ დაურეკა სააკაშვილს თვითონ პირადად და ბოლოში რომ მოატყუა მესამე სააკაშვილმა რომ ესენი უკვე გამოშვებულები არიან და უთხრა რომ ეხლა მარიოტში მიიყვანთო მაგ ბიჭებს და იქიდან მე დამელაპარაკებიან და ჩემი დედაშვილი და ანდროაბაშიძე დაალაპარაკეს ჯონ კერის მარიოტიდან ტელეფონით და უთხრეს რომ კი მარიოტში ვარ და გამოგვიშვეს. აი ესეთ იმაში ვიყავით სულ გარეულები, იმიტომ ეს რა გაგვეკეთებინა, მაშინ ყველა აქტივს დაგვათმობინებდნენ, იმიტომ რომ გზა ეცვენებოდა როგორ უნდა დაეჭერათ მეტი ხალხი და აქვეა მახსოვს არა დამოწყვეტა ანდროაბაშიძე ძმა ჩამოვიდა ლონდონში და უთხრა მეგონა რომ ეხლა დაიწყება რომ აი ჩემი ძმა ციხეში რაღაც თან ბავშველოდებოდა ფეხბურთი იყო ცოლ საშენელი დრო იყო და მითხრა რომ ირაკლი მე და მამა ჩემი გეუნები თუ აბსოლუტურად სწორედ იქცევიო, იმიტომ რომ ეს თუ არ გააკეთე, ქუჩაზე გადასვლაზე დაგვიჭერენო და ესეც იყო. ხო და მოკლედ ეს ბიჭები რომ გამოუშვეს, ერთ კვირაში ჩამოვიდა გიგი უგულავა, კახადამენია და თინა ბურჯალიანი იყო, მე მგონი თუ არ ვცდები სახელი და გვარი, ლონდონში და მოგველაპარაკენ ყველა აქტივის დაბრუნებაზე. იმიტომ რომ დაინახეს ესე ვეღარ გაგვტეხეს, სასამართლოებს უგებდი ძალიან დიდ თანხებზე იყო იქ ლაპარაკი და სადღაც აპრილში იყო დიდი მოსმენა პარიზის არბიტრაჟში და ამ ყველაფერს ააგებდნენ, ჩამოვიდნენ და გითხრეს რომ რუსთავსაც მოგცემთ, თათმინის პარკსაც მოგცემთ, ფულს გადაგიხდით იმედზე, აქტივებიც იყო ყველაფერი და ჩვენ ფაქტობრივად 2011 წლის თუ არ ვცდები სადღაც აპრილში თუ მაისში მოვაწერეთ ხელი ფუნდამენტალურ შეთანხმებას. რომელიც ასევე თქვენც როგორც იურისტებს ძალიან საინტერესოა ალბათ, იმიტომ იმ შეთანხმებაში იყო ინას სასამართლოები უნდა მოეგო საქართველოში. ეს იყო ამ სიტყვებით არ ეწერა, მაგრამ ეწერა რომ თუ ინამ სასამართლოები წააგო, მაშინ ამ შეთანხმება აღარ აინტერესებს და იმიტომ ინგლისელი იურისტები აკეთებდნენ და იურიდიული ფორმა უნდა გვეპოვა და ესე იყო გაწერილი, თუ ინამ საქართველოს სასამართლოები წააგო მემკვიდრეობაზე ჯოზეფ კეისთან. მაშინ მას ეს მოლაპარაკება აღარ აინტერესებს და გააგზავნეს ბრძოლას გარეთ და ამ ხელისმოწერიდან რამდენიმე კვირაში ყველა სასამართლო მოიგო, რომელიც წლები იყო გაჩერებული. ესეთი სასამართლოც იყო მაშინ კიდე ყველაფერთან ერთად და ქალბატონინას და მის ოჯახს დაუბრუნეს ყველა აქტივი დაუბრუნეს სამკვიდრო მისცეს განკარგულება გლობალურად ბადრის აქტივების და ყველაფერი. ეს იყო 2011 წელს. 12 წელს თქვენ რომ გაიმარჯვა, ქართულოცნებამ რომ გაიმარჯვა მე მივედი ინა გუდავაძესთან, ბადის მეუღლესთან და უთხარი. მოდი მე წავალ და დავალაპარაკე გიგი უგულავა მონაწილეობდა. მოლაპარაკებებში ყველაფერში და ამიტომ რაღაც ურთიერთობა მქონდა. ბოჭოით რაღაც ჩავმეყალებ და რაღაც ესე აქვია, გავიცანი ნორმალურად ამ პროცესში და
წავედ გიგი უგულავსთან უთხარი, აპირებ თუ გადასცეთ მმართველობა? კი, ვაპირებ. ანუ ორ თვეში იქნება ახალი მთავრობა, კი. მაშინ მე ვთქვი ორ თვეში მე ჩამოვივლი და ვინც აი იმ დოკუმენტს ხელი მოაწერა, ჩვენ მოვითხოვეთ პრეზიდენტის მოწერას, აკავშირს მოვაწერინეთ სხვადასხვა მინისტრებს, სხვადასხვა ხალხს და მე ვთქვი ყველას იმე ჩამოვივლი, ის იყო შეიცვლებიან, ყველას ჩამოვივლი და გავაბათილებთ ამ ხელშეკრულებას და ისევ გიჩივლებთ იმედზე. ამიტომ ეს არ გავაკეთოთ, მოდი დაგვიბრუნე იმედი. მეთქი ინას უთხარი, მოდი ამას გავაკეთებთ. იმედი არ დაგვიბრუნებოდა. მოთხარ, მე ვატყობ, რომ იმედი შეუმცირეს დაფინანსება, ეთყობოდა, რომ ფული აღარ ქონდათ არჩევნების წაგების შემდეგ, მეთქი ეგებ დაგვიბრუნო. და რეალურად გიგი უგულავას ო შევხვდი, მოვიდა ინასთან სახლში, ზევით ზუსტად ეს კამერები იყო გურგლიანისაც გადაიღეს ეს ტრაგედია. იქ შევხვდით და არ უთქვია უარი, თქვა რომ მოდი გავიგებოთ, წავალო მიშელს დაველაპარაკები, წავიდა და ელაპარაკა სააკავშირს, მოვიდა, ეს იარა მთელი დღე და ბოლოში ხამის 2 საათი იყო, თუ რაღაც უკვე ქვევით ვიყავით არკადია სადაც ბადის ეს არის საფლავი და იქ მოვიდა და თქვა რომ ხვალდილას მიხვალ და შედითო. და ესე მეორე დილას მივიდა და გიორგი აველაძემ გადმოგცა გასაღები იმედის, რომ კაცი არ მინახე ესა თუ ფლობელი ვინ იყო ტელევიზიის, ის მესავით არ მინახე ამ ლაპარაკში. ეს არის 2012 წლის 2012 წლის ბოლო სადღაც არჩევნები და რა ქვია ხელისუფლების განმობარებამდე. სამ ჯერ კიდე ესენი არიან. ბოდიში. გამოდის ოქტომბერი მაინც, რომ ახალი მთავრობა 25 ოქტომბერს ჩამოყალიბდა. აი ნუ სადღაც ძალიან მალე, როგორც კი ეს მოხდა, მათ შორის წავედი, მე თქვი, მოდი ეს გავაკეთოთ. ეგ 5%-ო იყო შანსი, მე თქვი, რატო გავუშვებ ხელიდან. და მეორე დილას შევედით იმედში, ძალიან ემოციური იყო ტაშის კრა ეს ყველაფერი და ესე დავიბრუნეთ იმედი. ამით მე მგონი მოვჭი ამ ნაწილზე ლაპარაკს. კი ბატონო, მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. რამდენიმე რამეს კითხავთ, შემდეგ ბატონი ალუდა დგას რიგში. თქვენ ახსენეთ გიგა ბოკერია, რომელიც ცდილობდა ხელი შეეშალა იმისთვის, რომ ბადრი პატარკაციშვილს სანდრო გირგვლიანის მოსაკლავად რომ იყავდათ ოქროყანის სასაფლაოზე, ეს ვიდეო ჩანაწერები იმეც არ გაეშვა. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, ვის ესაუბრა გიგა ბოკერია, რა სითხოვდა, იყო თუ არა მუქარა? და ვინ იყვნენ სხვა პირები მასთან ერთად, ვინ შესაძლოა ამის გამო წნეხის ქვეშ გამყოფებდნენ თქვენ და ბატონ ბადრის. ეს დეტალები ხა არ მახსოვს, გიგა ბოკერია მე მესაუბრა თვითონ და მათო გიგა არ იყო, კიდე ვიღაცები იყვნენ, ზუსტად ეხა გამეჭი იმდე მალამ რაღაც უბრალოდ გამეჭიდება გახსენება, მაგრამ მე ჩემი დეიდაშვილი სამეგობრო იყვნენ ეგენი და ამიტომ იქ ბევრ ხალხს ვიცნობდი კარგად, მე უმცროსი დეიდაშვილები იყო და გიგა კლასელი იყო ერთ-ერთი ჩემი დეიდაშვილის ლევან გიგინეიშვილის და საერთოდ სამეგობრო იყო მაგათი, რომელიც რაღაც მომენტამდე მეგობრობდნენ, ხა რაღაც მომენტს მე აღარ მეგობრობდნენ, მაგრამ ამიტომ ჩემ ხელში გაიზარდნენ და ჩემ ეზოში გაიზარდა გიგა და ამიტომ კარგად ვიცნობდი, მაგრამ იქ მე მგონი კიდე იყო სხვა ხალხიც ამ წრიდან, რომლებიც მე როგორც მეგობარს, უფროს მეგობარს მიმტკიცებდნენ, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ცუდი ქვეყნისთვის, ეგ კატასტროფა. ეხლა მე გიგა ბოკერია ესე ვერ დამემუქრებოდა პირადად, მაგრამ რა ქვია, ის რომ ამას ნუ გააკეთებ და ირაკლი წადია დამომტკიცებ ბადრის ნუ გააკეთებთ, ეს იყო, მაგრამ ამას გარდა ბადრის ყველა ელაპარაკა აბსოლუტურად, სააკაშვილიდან მერაბიშვილამდე სულ ყველა, რომ ეს არ მოხდარიყო, ყველანაირად ცდილობდნენ ეს გაგაჩერებული. აი ვერ გეტყვით ეხლა ესე დეტალებს, მაგრამ სააკაშვილზე მე არ დაწუნებული ბადრის ქონდა ადეშვილთან ურთიერთობა. თუ ქონდა ისიც აელაპარაკებოდა, ბადრის უფრო ქონდა მერაბიშვილთან, სააკაშვილთან თვითონ და რაღაც ამიტომ ყველა სააკაშვილი და მერაბიშვილი რომ ბატონ ბადრის ნამდვილად ესაუბრნენ, ეს იცით. იცით ეხლა როგორც აი ეხლა სასამართლოზე დამაყენონ იმაწინაჟე როდის და რაღაც ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე როგორც მახსოვს და ეს კიდევ ერთხელ ხდება 20 წელი გავიდა უკვე მაქედან, ხო? მე ვიცი რომ ძალიან დიდი ვინმეს თუ სიტყვა ეთქმოდა, ვინმეს თუ შეიძლება სიტყვა მოეტანა, ყველას მოქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რომ ეს არ გასულიყო. წარმოგიდგეთ ამ ხელს რა მნიშვნელობა ქონდა ამას, რომ არ გასულიყო გურგლიანის ყველობის, რომ თვითონ მოხდეს გურგლიანი. შემდეგი კითხვა მაქვს ასეთი, თქვენ ახსენეთ დენ კუნინი. ვინ იყო ეს ადამიანი და რა როლს ასრულებდა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის კონტაქტებში? დენკუნინი იყო ჩემი მეგობარი საერთოდ და პრინციპში ამაც კაიხანი არ მინახია, მაგრამ ამაც შევხვდი და ამას ვილაპარაკეთ რაღაც თემებს. დენკუნინი იყო ახალგაზრდა ამერიკელი, რომელსაც უყვარდა საქართველოს, მოხდა აქ რაღაც გაცვლითი პროგრამით თავიდან და მოეწონა ეს ქვეყანა, მოიყვანა ქართველი ცოლი და ცხოვრობდა საქართველოში. ოღონდ ასევე დენკუნინი იყო მადლენ კუნინის შვილი და მადლენ კუნინი იყო ვერმონტის გუბერნატორი და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო ადამიანი ბილ კლინტონის. ბილ კლინტონი მაშინ იყო ამერიკის პრეზიდენტი.
მე უკვე მარლენ კუნინის ბებიის სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათში ფედერალურ სახელმწიფო მთავრობაში, ამით რაღაც ამერიკაზე და ბოლოში გაუშვეს ყველაზე დამსახურებულ პენსიაზე, რომელიც არის შვეიცარიის ელჩი. იყო მე შვეიცარიის ელჩი, რომელიც არის დენ კუნინი იყო პოლიტიკურად ძალიან კარგად მიწებებული და ქვია გავლენიანი ადამიანი, ხოჭ დედამისი იყო კლინტონის მთავრობაში და ეს სააკაშვილი ჯვანიაც საკმაოდ ისე იყო ძალიან გზნობიარე ეს რაღაცები და კარგად ესმოდა ამერიკა როგორ მუშაობს და სააკაშვილი სულ ყავდა გარშემო ესეთი თავისი ეზოს უცხოელები მე დენთაც უვიცინოდი ხოლმე შაყირავდი მე ყავდა სხვა შორის გლუქსმანი, რომელიც ახლა მე მგონი ის წევრი არის, რა ქვია, ევროპარლამენტის, რაფაელ გლუქსმანი. რატო ყავდა რაფაელ გლუქსმანი? უმალ ასევე ქართველი ცოლი მოიყვანა აქ და რატო ყავდა? იმიტომ რომ რაფაელ გლუქსმანის მამა იყო ცნობილი ფილოსოფოსი ფრანგი, რომელიც ასევე იყო სარკოზის უახლოესი მეგობარი. და ამიტომ ესეთი ხალხი ყავდა გვერდში და მათ აკეთებინებდა ფულს. სააკაშვილი აძლევდა საშუალებას, რომ ამ ხალხს გლუქსმანზე ზუსტად ვერ ვიტყვი რა ბიზნესებში იყო, მაგრამ დენ კუნინს ბევრი რამოდენიმე სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა. მე კარგად ვიცი, რომ მეც ვეხმარებოდი რაღაც ბიზნესებში, როგორც მეგობარს, მაგრამ ამათ ჰქონდათ საშუალება, რომ აქ დენს ყოველ შემთხვევაში ჰქონდა, რომ აქ ეკეთებინათ ბიზნესი და აქვე იყვნენ სააკაშვილის გარშემო და სააკაშვილი ეხმარებოდნენ იმ თავიანთ ქვეყნებში იმ გავლენების მოსაპოვებლად, რომლებიც კუნინი იყო იგივე, ოღონდ ამერიკის მიმართულებით, რა როლსაც ასრულებდა გლუქსმანი საფრანგეთის და ევროპის მიმართულებით. კუნინი ასრულებდა მაგ როლს, მე ესეთი ეჭვი მაქვს, რომ კუნინი ასევე შეიძლება ამერიკის მთავრობაზე მუშაობდა, ეს აბსოლუტური ეჭვია, მე არ ვიცი არაფერი. მაგრამ კუნინი რაღაც მომენტში იყო, აქვია, speech writer-ი, სიტყვებს წერდა ინგლისურად, მიხელ სააკაშვილის უწერდა სიტყვებს. ამიტომ კუნინი საკმაოდ ჭკვიანი პიროვნება, შეიძლება გლუქსმანის არ ვიცნობ რა. ამიტომ კუნინი საკმაოდ აქტიურად იყო ჩარეული ბევრ რაღაცაში და კუნინი წავიდა 2008 წლის ომის შემდეგ. და 2008 წლის ომამდე კუნინი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ეს გიჟი ომის დაწყებას აპირებს და აქვია მიხედეთ თავს, იმიტომ რომ რაღაც საშუალებას დაგუმატებს და ამერიკის ელჩი კიდე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო ესეთი US Georgia Business Development Council ეხაც არის. აქვია სადაც მე შევდიოდი, იმიტომ რომ თავდაცვასავით იყო ჩემთვის და ამერიკის ელჩი მე ალბათ ეხაც არის საპატიო თავმჯდომარე თუ რაღაც ამ ორგანიზაციის. ეს ამასაც ამოვიწყდა, ამასაც ჩემო დედოშმა გამახსენა. რომ ისიც ბიზნესმენია დაჭერილი რომელიც იყო ლევან გიგინაშვილის ძმა გიორგი გიგინაშვილი და გამახსენე არ გაცხოვს რომ ერთ-ერთ ამ შეხვედრაზე ვიყავით და ჩვენ დავგზდევენ და ამიტომ სულ დავდივით ამ შეხვედრაზე ამერიკის ელჩი მოვიდაო და გითხრაო რომ თქვენ ყველანი დიდი ბიზნესმენები ხართ აქ ყველას მიგესულებათ იქ და შეგიძლიათ რომ რაღაცა გავლენა ქონდეთ და წადით და ის კაცი გააჩერეთ აპირებს ომის დაწყებასო ეს ხდებოდა ეს მოხდა 2008 წლის ამ ერთ-ერთი ამ ჩამის შეხვედრაზე American Chamber of Commerce რომელიც თვეა ეს ხო არ გავს გონზე არა ვარ არ ვიცი, მაგრამ ალბათ შეიძლება რომ ვიღაცა მოიღოს და ნახოთ ახლოს როდის იყო რა შეხვედრები ტარდებოდა. სადაც ამერიკის ელჩმა თქვა რომ ეხლა შეიძლება ამ სიტყვებით არ თქვა ომის დაწყებას აპირებს რაღაც, მაგრამ ის რომ რაღაცა საშუალების წინაშე ხარ და წადით და იმას გენით რომ თქვენ ბიზნესებიც უკან დაგჭირება და ყველაფერი ესეთ ლაპარაკო და კუნინი ამის მერე წავიდა. ანუ ამის მერე საერთოდ დაახვედა ყველაფერი ფაქტობრივად რაღაცა მოჩი მიაგდო ხარ ვიცი შეიძლება რაღაცა გაყიდა გამოყიდა მაგრამ ამის მერე წავიდა და იმის მერე საქართველოში მაინც არ ჩამოდიოდა და მე მგონი აი ხა დაიწყო ცოტა ხნის ჩამოსვლა ისიც და კუნინი რო ნახეთ მან ამ სიტყვებით გითხრათ რომ ეს გიჟი კუნინი ბიზნესის დაცვის კუთხით მოვიდა რომ ირაკლი შენო აქვია ამის გაყიდვა თუ შეგიძლია გაყიდო ფაქტიურად რაღაც დაახლოებით ესეთ ლაპარაკი იყო რომ აქ ცუდი ამბებს აპირებენო აპირებს ესო გულისხმობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გონსოდა 2008 წელს რაც მოხდა მე 8 აგვისტოს ამას გულისხმობ მე რა თქმა უნდა მე ესე მგონია ხა რა ვთქვი 2008 წელს 8 აგვისტოს მოხდებაო მაგრამ ეს ყველაფერი ხდება დღეებით შეიძლება კვირეებით ადრე ამ გასაგები კარგი რაც შეეხება მერდოქს თქვენ ბრძანეთ ასეთი ფრაზა რომ იმ პროპაგანდამ რომ იმედი